ჩვენ მოვედით, იმიტომ რომ მოვისმინოთ და მქონდა უკვე საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც ყოველდღიურად მუშაობს აქ, იცის ის პრობლემები, რომელიც გაწუხებთ და ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისევე როგორც ადრე, ჩვენ ყოველდღიურად ვიღებდით ინფორმაციას, როგორც უშუალოდ ამ გაფიცვის შესახებ, ასევე მანამდეც მე პირადად გახდით გარკვეული პერიოდის წინ ტყიბულში და ბევრ თქვენთან გასშევხვდით, ანუ ზოგადად იმ პრობლემების შესახებ აქამდეც ვიცოდით. და ერთი რამ რაც შემიძლია ვთქვა, ახლა არის ის, რომ ეს პრობლემა არის სოციალური პრობლემა. ეს არ არის მხოლოდ ტყიბულის პრობლემა, ეს არ არის კერძო დავა ერთ კონკრეტულ კომპანიაში დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც აწუხებს ხალხს არა მხოლოდ ტყიბულში, არამედ მსგავსი პრობლემები არის ჭიათურაშიც, ბოლნისშიც და ძალიან ბევრ ადგილზე და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. პრობლემები არის ის, რომ თუნდაც 3 წლის განმავლობაში სოციალური პარტნიორობის სამხრივი კომისია რეალურად მხოლოდ ერთხელ შეიკრიფა, როგორც მე ვიცი. და ეს საკითხები, რომლებიც თქვენ გაწუხებთ, სწორედ სახელმწიფოს განხილვის საგანი უნდა გახდეს. აქ საუბარი არის სწორედ შრომის პირობებზე და აქ საუბარი არის სწორედ შორის პოლიტიკაზე, თუ რა პოლიტიკა უნდა გქონდეს სახელმწიფოს. და სახელმწიფო არის ვალდებული ნებისმიერ კომპანიას მოსთხოვოს რაღაც მინიმალური სტანდარტები. ყველას გაქვთ უფლება სიცოცხლის და ჯანმრთელობის და სამწუხაროდ აქ და მე ძალიან კარგად ვიცი და ამაზე არაერთი განცხადება გავუკეთებია, რომ სწორედ ეს უფლება ირღვევა. და ასეთი ათობით ფაქტი არის მომხდარი წლების განმავლობაში, აქაც და კიდევ სხვა მაღაროებშიც. და სანამ ადამიანი არ გახდება მართლა ფასეულობა და ღირებულება, მე მგონი მანამდე არ შეიცვლება და ალბათ ამაზე უნდა დაფიქრდეს სწორედ ხელისუფლება და მთავრობა. უნდა შეიქმნას იგივე შრომის ინსპექცია, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი და მოახდენს შრომის პირობების და უსაფრთხოების საკითხების ზედამხედველობას. რაც მინიმალურ სტანდარტები უნდა არსებობდეს და უნდა იყოს ეს რეალური ინსპექცია და არა ის პროგრამა, რომელიც შეიქმნა გასულ წელს ჯანდაცვის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროში და ეს პროგრამა არის მხოლოდ ფიქცია. მე ამას პირდაპირ ვაცხადებ, რადგან პროგრამას არ აქვს უფლება შევიდეს საწარმოში დაწესებულების თუ კომპანიის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე. მათ შორის მაღაროებში შესვლის უფლება არ გააჩნია, თუ კი ადმინისტრაციის ნება არ იქნა. და თუ კი იქნა აღმოჩენილი რაიმე დარღვევები, სანქციის გაცემის შესაძლებლობაც არ აქვს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ სანამ არ შეიქმნება ეს ორგანო, მანამდე მე ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა რეალურად მხოლოდ ქაღალდზე არსებული პროგრამა შეიძლება იყოს და ამიტომ ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ამას უკვე რამდენიმე წელია ვითხოვთ. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია სახალხო დამცველის ანგარიში სწორედ არის შრომის პირობების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოს შექმნა, რომელიც ქვეყანაში არ არსებობს, რომელიც სწორედ განსაზღვრავს გარკვეულ სტანდარტებს და დარღვევის შემთხვევაში კონკრეტულ სანქციებსაც დააწესებს, რომ არც ერთ დამსაქმებელს არ კონდეს იმის უფლება, რისი უფლებაც დღეს ბევრს აქვს. და მე მხოლოდ იმის თქვა შეგეძლიათ, რომ მე გუშინაც გავაკეთე განცხადება, რომ ხელისუფლებამ უნდა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და ეს არის ალბათ მომენტი, როდესაც ჩარევა ხელისუფლების მხრიდან არა მხოლოდ სასურველია, არამედ აუცილებელია. იმიტომ რომ ეს არ არის პრობლემა მხოლოდ ტყიბულის, ეს არ არის მხოლოდ თქვენი პრობლემა, ეს არის საქართველოს პრობლემა. ეს პრობლემები არის ყველგან, ეს პრობლემები არის საერთო და ამიტომაც მე მოუწოდებ კიდევ ერთხელ ხელისუფლებას, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას იქითკენ, რომ დაიწყოს მედიაცია, მოგისმინოთ თქვენ ხელისუფლებამაც, დამსაქმებლებმაც და ელემენტარული პირობების შექმნაზე დაიწყოს ზრუნვა. ევროინტეგრაცია არ არის მხოლოდ უვიზო რეჟიმი ევროპასთან, ევროინტეგრაცია იწყება სწორედ აქ, სწორედ ასეთ ადგილებში, რომ რაღაც ელემენტარული პირობები და შრომის პირობები უნდა შეიქმნას. თუ ეს არ შეიქმნება, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციაზე და ევროპაზე საუბარი იქნება ზედმეტი და იმ ღირებულებებს და ფასეულობებზე რისკინაც მივდივართ. ამიტომაც მე კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო და სწორედ მოვედი აქ, რომ თქვენთვის მომესმინა, რამდენიმე თქვენთაგან გავესაუბრე. მე ასევე ვფიქრობ და ვგეგმავ, შევხვდე ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც, მინდა მათგანაც მოვისმინო კონკრეტული აზრი, თუ რას ფიქრობენ, რას გეგმავენ. 12 დღეა გასული და რაიმე კონკრეტული შედეგი, როგორც ჩემთვის ცნობილია, არ დამდგარა. ალბათ 12 დღე არის საკმარისი იმისთვის, რომ რადგან არანაირი შედეგი არ დგება, ხელისუფლებამ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება მედიაციის თქვენსა და დამსაქმებელს შორის
როდესაც არ ხდება კონკრეტული კონსენსუსის მიღწევა კონკრეტულ საკითხებზე, სწორედ ხელისუფლებას ევალება და ეს არის ვალდებულება მათი. ამიტომაც ჩვენი ჩამოსვლის მიზანიც არის ის, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ განუმარტოთ და შევახსენოთ, რომ ეს არ არის ერთი კომპანიის პრობლემა, ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის. ეს არის ის საკითხი, რომელიც ეხება სოციალურ პოლიტიკას, ეხება შრომის პირობებს, ელემენტარულ პირობებს, ეხება შრომის უსაფრთხოებას და ამის უფლება თქვენ გაგაჩნიათ. მინდა გისურვოთ წარმატებები და იმედი მაქვს, რომ ის მოთხოვნები, რომელიც ხას უსვავ, არის ლეგიტიმური. მე როგორც ამიხსნეს და რა მოთხოვნებიც გაქვთ, სრულებით ჯდება კანონის ჩარჩოებში, ამიტომ ეს მოთხოვნები არის სრულიად კანონიერი და ლეგიტიმური. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს შეთანხმება ჩვენსა და დამსაქმებლებს შორის და ელემენტარული, ხას უსვავ ელემენტარული შრომის პირობები იყოს დაცული.